მეექვსედ ნაბეჭი და ძალიან მნიშვნელოვანი. უცხოელი სამსახურში აყვავს მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქე არ არის ამ პროფესიის. მორჩა. 4 წლის წინ, როდესაც პოლიტიკაში შემოვედი 2020 წელს უკვე 5 წელი გავიდა იმის მერე, პირველად თქვი მახსოვს ჩემს პირველ ეთერში ინგა გრიგოლიასთან ეს. ქართველი თანამშრომლები ქართველებს უნდა მივანიჭოთ შრომით დაქირავებაში უპირატესობა. ჩემ ხო. შეიძლება ეს სადაო იყოს, მაგრამ არა, ეხა მე დრო არ მაქვს მაგაზე რომ გედაოთ, მაგრამ შეიძლება იყოს იქნება სადაო და ვიდაოთ. და მაშინ რა თქმა უნდა ეს სხვისი ტელევიზიებია და მათ ამ ჩემთვის დიდად არ ძალიათ იმ ჩემი საკითხებისთვის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია და ეს საკითხი ჩაიკარგა. საქართველოს მოქალაქეები უპირველეს ყოვლისა. როგორც მოგიყევით, კანადაში რომ დავსაქმდი, ჯერ გამოცხადდა, აბა ამ სფეროში არის თუ არა კონკრეტულად ამ კვალიფიკაციის ადამიანი არსებობს თუ არა კანადელი. თუ არ არსებობს, მერე აყვავს ანა. აი ასე დავსაქმდი ყველა ქვეყანაში, სადაც მე ვმუშაობდი და დღესაც ვმუშაობ.